Здравствуйте. Очень Могу рад видеть быть? вас. Я буду говорить на русском, если возможно. Да. Да? Да? Ну, Да. мой грамматика не очень хорошо. Так, прости меня. ბოდიში ხდის თავისი რუსულის გამო, რომელიც სრულყოფილი გრამატიკული არ არის. Если я буду говорить на английском, у нас не будет картулей. Да. Окей. Я очень рад видеть вас. ორმაგი Еще раз. თარგმანი გაგვიჭირდება, ამიტომ ძმა ისაუბრებს რუსულად, მე ქართულად. Я очень рад быть с вами. ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა. Это было давно, к сожалению, не был здесь. სამწუხაროდ დიდი ხანია არ ყოფილ ვარ აქ. Но что пастор Виталий сказал, он был как первая группа друзей. და როგორც ხუცესმა ვიტალიმ თქვა, ის იყო ერთ-ერთი პირველ მეგობრებს შორის. И эта церковь всегда был открыта для нас. და ის ყოველთვის გახსნილი იყო ჩვენთვის. Мы, да, как он сказал, мы почти иммигранты здесь. ჩვენ აქ თითქმის ემიგრანტები ვართ. Мы уже жили здесь 20 лет. უკვე 20 წელია ვცხოვრობთ აქ. И 7 лет раньше это мы жили в России. და 7 წლით უფრო ადრე ჩვენ ცხოვრობდით რუსეთში, Ростов-на-Дону. როსტოვში. И я был университет там для русский язык. მან იქ შეისწავლა რუსული. И после времени университет России я могу читать Пушкин и писать. მას შემდეგ მე შემიძლია წავიკითხო პუშკინი, რა თქმა უნდა რუსულად და წერო კიდეც რუსულად. Но, к сожалению, я не могу говорить с людьми. Я не могу говорить после этого. Я могу писать и читать, но не говорить. მას ვერ გავიგე. Я не сказал. Не ясно? Она, Да. спасибо, молодец. Потому что старый метод. Я начинал говорить на русском, потому что у нас был курс, миссионерский курс там. რუსულად დავიწყე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ასეთი მისიონერული კურსი. И я буду говорить на конца у этого чуть-чуть. და მე ამაზე ბოლოს ვისაუბრებ ცოტას. Но я хочу говорить наш призвон сегодня. მე ახლა მინდა ვილაპარაკო ჩვენს მოწოდებაზე. Что наш призвон? რა მოწოდება გვაქვს? Каждый человек есть, как сказать, destiny, судьба, как დანიშნულება. ყველა ადამიანს აქვს თავისი დანიშნულება. Что он сказал? Да, потому что но я буду говорить чуть-чуть о Карине и я. და მე ვისაუბრებ ცოტას და შემდეგ მეუღლეც. Правда, давно мы были молодой. დიდი ხნის წინ ვიყავით ახალგაზრდები. И когда я замужем сначала, мы говорили, что мы хотим делать. და როდესაც ახლა დაქორწინებულები ვიყავით, ჩვენ საუბრობდით იმაზე, თუ რისი გაკეთება გვინდა. И мы не знали, мы были молодой, ახალგაზრდები ვიყავით და ცოტათი გამოუცდელები და ვწოდით. Мы только знали, мы хотели служить Богу. ჩვენ ვიცოდით მხოლოდ ერთი რამ, რომ გვინდოდა გვემსახურა ღმერთისთვის. Мы думали, как все молодые люди в церкви, самая высокая, самая важная вещь это будет быть пастор. და ჩვენ როგორც ყველა თითქმის ყველა ახალგაზრდა იმას ფიქრობდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია იყო ხუცესი. როგორც ახალგაზრდები ფიქრობენ. Но мы читали Библию, Библия сказала, пастор это только один дар. მაგრამ ჩვენ კითხულობდით ბიბლიას და ბიბლიამ ჩვენ გითხრა, რომ ხუცესი არის მხოლოდ ერთი ნიჭი. И это важно. და ეს მნიშვნელოვანია. Но не каждый человек будет пастор. მაგრამ ყველა ადამიანი ხუცესი არ Или იქნება. учитель. არის Или მასწავლებელი. евангелист. ან ან ყველა არ იქნება არც მასწავლებელი და არც מחარობელი. Или человек будет исцелить людей, да? და არიან სხვადასხვა ნიჭის ადამიანები. მრავალი ნიჭი არის ეკლესიაში. Но мы были всегда интересованы миссией. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ჩვენ დავინტერესდით მისიებით. Я был молодой пастор в это время. იმ დროისათვის მე ახალგაზრდა ხუცესი ვიყავი. Молодежная группа, лагерь, как мы делаем здесь. ახალგაზრდური ჯგუფის. И один человек, наш пастор, და ერთხელ ჩვენმა ხუცესმა он сказал, მითხრა
Денис, ты должен смотреть эту организацию молодежь с миссией. და მან მითხრა რომ დენის შენ უნდა გაეცნო ამ ორგანიზაციას ესე იგი ახალგაზრდები მისიისთვის. Ახალგაზრდობა მიზნით. ახალგაზრდობა მისიისთვის. Миссиит. И он сказал, у них есть хороший курс, это Гавайи. და მათ თქვეს რომ კარგი კურსი აქვთ მათო ჰავაიში. И мы не знали, это было больше, чем это. Мы только знали один месяц, Гавайи, у них есть миссионерский курс. И мне сказали, хорошо, мы будем. ამაზე ბევრი სხვა ინფორმაცია არ ქონდა, მხოლოდ ვიცოდი რომ ჰავაიზე იყო ეს კარგი მისიონერული კურსი. Сейчас я знаю, у них есть это курс 190 страна есть это. და ეხლა მე ვიცი რომ ეს კურსი მათ აქვთ, ეს სწავლება აქვთ სხვა 90 ქვეყანა, 190 ქვეყანაში. Это называется курс ученичества. ეს არის ესე იგი курсი მოწაფეობის. И так мы были там. და ჩვენი გვიყავით. И 3 месяца мы изучали, что это миссия. და ჩვენ 3 თვის განმავლობაში შევისწავლიდით თუ რა არის მისია. И очень важная вещь, как наш пастор сказал, наш характер. და როგორც ხუცესმა თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხასიეთი. Без характера Христа что мы можем делать? ქრისტეს ხასიეთის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია არაფერს კეთება. Мы все знаем, люди, может быть, очень интересно, много талант или дар, но, может быть, не очень высокий характер. შეიძლება ვიცოდეთ ბევრი რამ, გქონდეს ბევრი ცოდნა, სხვადასხვა ნიჭები, მაგრამ ხასიეთის გარეშე რაღაცის კარგად კეთება შეუძლებელია. Характер Иисуса – это наш фундамент. და ქრისტეს ხასიეთი ეს არის საფუძველი. И после 3 месяца они присылали нас до миссионерский пол. და 3 თვის შემდეგ მისიონერულ ყანაში გაგზავნეს. И они присылали нас до Японии. Япон. ნეპალში, ხო, ნეპალში გაგზავნეს. Не Непал, Japan. იაპონიაში. Япония. Спасибо. И так мы были там 2 месяца. იქ ვიყავით 2 თვე. И мы делали евангелизацию везде. და ყველგან ესე იგი ვახარებდით. Мы делали вечеринка для людей, говорил о Иисусе. და საღამოებს ვატარებდით და ვსაუბრობდით იესოზე. Мы были на улице, мы говорили о Иисусе. და ქუჩებშიც ვიყავით და იესოზე ვსაუბრობდით. И Япония это не бедный место. და იაპონია არ არის ღატაკი ქვეყანა. Это богатая страна. ის არის მდიდარი ქვეყანა. Но у них нет Иисуса. მაგრამ მათ იესო არ ყავთ. Меньше, чем 1% знает Бог. და 1%-ზე ნაკლები იცნობს იესოს. Это духовный темный. და სულიერი სიბნელია იქ. Но через этот опыт это был как чуть-чуть как болезнь для нас. После этого мы очень хотели миссионерский вещь. და აი ამ გამოცდილების შემდეგ და ეს იყო გადატანილი როგორც ავადმყოფობა და ამის მერე უფრო გაგვიძლიერდა სურვილი ყოფილიყავით მისიონერები. На год 98 у нас было приглашение Россия. 80 წელს 98 წელს ჩვენ მივიღეთ მოწვევა რუსეთში. И наш цель там был начинать первый библейский школа там из нашей организации. ჩვენი მიზანი იყო იქ დაგვეწყო პირველი მისიონერული სკოლა. Это было индуктивное изучение Библии. რომ ინტენსიურად შეგვესწავლა ბიბლია. И мы были там, и мы сказали, мы будем там 9 месяцев. და ჩვენ იქ ვიყავით და გვითხრეს რომ 9 თვე უნდა ყოფილიყავით იქ. Но после 9 месяцев Бог сказал очень ясно оставить здесь. მაგრამ 9 თვის შემდეგ ღმერთმა ძალიან მკაფიოდ გვითხრა რომ უნდა დარჩენილიყავით იქ. Мы сказали да. ჩვენ უთხარით დიახ. Вы знаете, вам не нужно знать много о Боге. თქვენ არ გჭირდებათ რომ ბევრი იცოდეთ ღმერთზე. Если ты будешь сказать да, Бог, все будет нормально. მაგრამ თუ შენეთყვი ღმერთს, დიახ ღმერთო, ყველაფერი კარგად იქნება. Мы не знаем много. ჩვენ ბევრი არ ვიცით. Но мы знаем, Бог знает.
მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ღმერთმა Так იცის. мне сказал, хорошо, Бог, Да, мы будем თქვით, здесь. კარგი ღმერთო ჩვენ აქ ვიქნებით. So для 7 лет мы были там, 7 წელი ვიყავით იქ и мы работали, это курс ученичества. და ჩვენ იქ შრომობდით და ქონდა კურსი, მოწაფეობის კურსი. И после этого мы слышал Бог, идите до Грузии. და ამის შემდეგ ჩვენ გავიგეთ უფლისაგან რომ ღმერთმა გუთხრა წადით საქართველოში. Это длинный рассказ, но мы знали, Бог сказал, ეს мы ასე должны быть ვთქვათ здесь. გრძელი მოსაყოლია, მაგრამ ღმერთმა გუთხრა წადით. И мы сказали, да. და ჩვენ უთხარით Будем. დიახ. И наш первый друзей был Виталий, და ჩვენი პირველი მეგობარი იყო ვიტალი церковь Гардебани мы служили, და გარდაბნის ეკლესიაში მსახურობდით. армия спасения. ასე იგი ხსნის არმიაშიც მუშაობდით, შრომობდით. Вы помните Нино из Вази? არო Вази, это был как маленький ვაზიანი Вази ვაზი центр, да. Много друзей здесь. Мы были каждый церковь, мы знаем все пасторы. ესე იგი შემოიერეს ეკლესიები და ყველა ხუცეს იცნობენ. И мы начинали этот курс здесь. და ჩვენ აქ დავიწყეთ ეს კურსი И мы делали почти каждый год, для 20 лет. და ამ 20 წლის განმავლობაში თითქმის ყოველწლიურად ჩვენ ვატარებთ აი ამ კურსს Много людей было через это, и они полное время сейчас миссионеры. და ბევრმა ადამიანმა გაიარა ეს კურსი და ეხლა ისინი არიან მსახურები Турция, თურქეთში, Россия, რუსეთში, Украина, უკრაინაში, Нидерландия, Нидерландებში. Диана, наш Диана, и здесь, и აქაც, Азербайджан, აზერბაიჯანშიც, и много мест. в ბევრ Центральной სხვა Азии. ადგილებში. И это наша цель. ეს არის ჩვენი მიზანი. Не каждый человек будет миссионер, ყველა ადამიანი არ იქნება მისიონერი, международный миссионер. საერთაშორისო დონის მისიონერი. Но Бог хочет использовать все для მაგრამ Его славы. ღმერთს უნდა რომ ყველაფერი გამოყენებული იყოს მისი სახელის სადიდებლად. Бог сказал, ღმერთმა თქვა, Матфей 28, ესე იგი მათეს 21 თავში русском, я тоже. Идите до каждой страны წადით ყველა ქვეყანაში и готов ученичество. და მოამზადეთ მოწაფეები Can't think in Russian in the scriptures. და მონათლეთ ისინი მამის ძის და სულიწმინდის Ты можешь სახელით смотреть. და ასწავლეთ Матфей ყველაფრის დაცვა. 28, 19. Но идите до каждой страны წადით ყველა ქვეყანაში и учить каждый вещь. Бог, Да. Иисус сказал. ასწავლეთ ყველას, ასეც თქვა იესომ. И самая важная вещь, Иисус сказал, я буду с тобой. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იესომს თქვა, მე ვიქნები თქვენთან. Так мы начинали, когда мы слышали это, და როცა ჩვენ ეს მოვისმინეთ და ვიწყებდით, мы молились для страны. ჩვენ ვლოცულობდით. Это было раньше Россия, мы были во встрече Великой Британии. ვერ გავიგე. ესე იგი, სანამ რუსეთამდე ჩვენ ვიყავით Мы были в Великой Британии, в в Англии, ინგლისში. English. Okay. И мы молились для немного другой страны, где наша организация не была. და ჩვენ ვლოცულობდით სხვა ქვეყანაზე, სადაც არ იყო 50-იანული სადაც არ იყო მათი ორგანიზაცია. И наша маленькая группа, და შეიქმნა у нас ჯგუფი, было много групп, ჩვენ ბევრი ჯგუფი ქონდა они дали нас маленькие карты. და მოგწეს რუქა И, პატარა и была информация на эту карту о этой стране. და ეს რუქები იყო ქვეყნის რუქები, რა თქმა უნდა. И мы начинаем молитва. და ჩვენ ვიწყებდით И ლოცვას. я сказал, друзья, მე ვთქვი საქართველო, мы не можем только спросить Бог, присылает люди там, если мы не открыты. და ჩვენ ვერ ვეტყოდით ღმერთს, რომ ღმერთო შენი გაგზავნე ხალხი, თუ ჩვენ არ ვიქნებოდით ამისთვის გახსნილი. И мы все согласны, окей, мы открыты, мы будем там, если Бог сказал. და ჩვენ შევთანხმდით ეს ვინც ლოცულობდნენ, რომ ჩვენ ამისთვის გახსნილები ვართ და ჩვენი ქმივალთ. წავალთ. Когда мы заканчивали,
და როცა ჩვენ ვასრულებდით, я спросил наш групп, это возможно? მაშინ მე ვკითხე, ეს შესაძლებელია? Я хочу это маленький карта. მე ვიპოვე ეს პატარა რუქა. И он сказал, да, კი, пожалуйста. Это был Грузия. კი, საქართველო. Мы никогда был здесь. ჩვენ აქ არასოდეს Мы не ყოფილვართ был западный, восточный Европа, мы не были. და აღმოსავლეთ ევროპაში არ ყოფილვართ. Но из этот момент Бог, как сказал, planted. Посеял это семечки. იმ მომენტში ღმერთმა ჩათესა თავისი თესლი ჩვენს გულებში. И но когда мы были в России, мы думали, это будет только один шаг, и второй шаг будет Грузия. და როდესაც რუსეთში ვიყავით, ჩვენ ფიქრობდით, რომ რუსეთი იყო ერთი ნაბიჯი და საქართველო მეორე ნაბიჯი იქნებოდა. Потому что мы чувствовали, это было приглашение из Бога, призван. იმიტომ რომ ჩვენ გრძნობდით, რომ ეს ჩვენ გვქონდა ღმერთისაგან ეს მოწოდება. Каждый человек здесь. ყოველი ადამიანი აქ. Бог есть план для вас. ყოველი ადამიანისთვის ღმერთს აქვს გეგმა. Если мы смотрим Ефезиян, თუ ეფესელთა წელს ჩავხედავთ, 2:8 до 10. 2:10 და 8 მეორე თავის 8-დან 10 მუხლების ჩათვლით. Много людей знает это, потому что ты сказал, наше спасение это дар. და თქვენ იცით რომ აქ არის დაწერილი რომ მადლით ვართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით. Не через работу. არა საქმეების მიხედვით. Это хорошо новости, да? ეს კარგი უწყება. Аминь. Мы не можем работать для этого, Бог дал это через веру. ამისთვის შრომა არ არის საჭირო, ღმერთმა ეს ჩვენ მადლით მოგვცა. Но часто люди не читают чуть-чуть дальше до 10. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამის შემდეგ ღმერთი კიდევ რაღაცას წერს. Это сказал, Бог сотворил нас. ღმერთმა შექმნა ჩვენ. И у него есть цель для каждого человека. და მას აქვს მიზანი ყოველი ჩვენგანისთვის. И он готов дела для нас. და მან გაგვიმზადა ჩვენ საქმეები. У него есть план для каждого человека. მას აქვს გეგმა ყოველი ადამიანისთვის. Но часто люди не знают этот план. მაგრამ ხშირად ადამიანებმა ეს გეგმები არ იციან. Часто они никогда спросил Бог, что ты хочешь для моей жизни? და ხშირად არის რომ ადამიანი საერთოდაც არ ეკითხება ღმერთს, ღმერთო, რა გეგმა გაქვს Почему ჩემთვის? я здесь? რატომ ვარ აქ? Зачем? რისთვის? И они ехали везде, как мы сказали на английском, как курица без головы. და ისინი დარბოდნენ ყველგან, თითქოს და თავმოჭრილი ქათმები. Но Бог есть дорога для нас. მაგრამ Для ღმერთს каждого человека. ყოველი ადამიანისთვის კონკრეტული гегма И აქვს. моя дорога это не твоя дорога. და ჩემი გზა, შენი გზა არ არის. Все будет через веру Иисуса. ყველაფერი ეს გზა არის გასავლელი იესო ქრისტეს რწმენით ღმერთთან ერთად. Но Бог хочет касается каждой нации. მაგრამ ღმერთს სურს რომ ის შეეხოს ყველა ნაციონალობას И каждый человек. და ყოველ ადამიანს И через каждый путь. და ყოველი გზის მეშვეობით. Он хочет касается наше общество. მას უნდა რომ შეეხოს ჩვენ საზოგადოებას, Наше образование система. ჩვენს განათლების სფეროს, Церковь. ეკლესიას, Семья. ოჯახს, Политические вещи. პოლიტიკურ მხარეს. И для этого Он хочет использовать нас. და ამისათვის მას სურს ჩვენი გამოყენება. Мы, это сказал, мы свет мира, да? როგორც დაწერილია რომ ჩვენ варთ ნათელი წუთი სოფლისა. Мы как соль. ჩვენ ვართ მარილი. Sure, I was saying it right. Но первый шаг мы должны сказать, да, Господь, я буду следовать. მაგრამ პირველ ригში ჩვენ უნდა უთხრათ, კი, უფალო მე შენ გამოყვები. Мы сказали, да, для спасения. ჩვენ Мы сказали, мы хотим спасения. ჩვენ უთხარით, ჩვენ გვინდა გადარჩენა, Но это только первый шаг. მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, მხოლოდ პირველი ნაბიჯი. Спасение не наш цель. იმიტომ რომ გადარჩენა არ არის, ესე იგი, საბოლოო მიზანი.
Это только первый шаг. ის არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. Наш цель должен быть знает Бог и делать, что Он хочет. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შევიცნოთ ღმერთი და შევასრულოთ მისი ნება. Потому что мы будем делать это до конца жизни, до вечности. იმიტომ რომ ჩვენ ამას მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ვაკეთებდეთ და მარადისობაშიც. Вы помните, когда Иисус был на берега? გახსოვთ იესო ნაპირზე რომ იყო И он видел Петр и Андрей. და იქ იყო პეტრე და ანდრეა. Что он сказал? და რა უთხრა? Они был рыбалкист. ისინი დაკავებულები იყო, ისინი მეთევზეები იყვნენ, Ну, сетка, да? ბადით თევზს იჭერდნენ И он сказал, идите ко мне, და მან უთხრა, მოდი ჩემთან, следуйте меня. გამომყევით И что он сказал? და რა უთხრა? Окей. რა უთხრას კი? Да. გაყვნენ. И он сказал, ты будешь рыбалка для людей, да? და მე თქვენ გაგცევთ ადამიანების მებადურებად. И Матфей тоже. და მათეც Матфей был налог человек, да? მებაჟე იყო. Да. Матфей. И Иисус видел ему, იესომის დაინახა, он не говорил. უთხრა, არ ულაპარაკია ჯერ. И он сказал, идите ко мне. და დაუძახა გამომყევიო. И Матфей стоял ადგება მათე, ადგა и следовал. და გაყვა. Я думаю, они не знают, что они делают. და ვფიქრობ, რომ მათ არ იცოდნენ რას აკეთებდნენ. Но до конца жизни они следовал Богу. მაგრამ თავისი ცხოვრების ბოლომდე ისინი მიყვებოდნენ ღმერთს. И они изменил мир. და მათ შეცვალეს სამყარო. И эти люди не были супергерои. და ეს ადამიანები არ იყვნენ სუპერგმირები. Они были люди, как мы. ისინი იყვნენ ჩვენი მსგავსი ადამიანები, Простой люди. უბრალო ადამიანები. Но они сказали да. მაგრამ მათ იესოს უთხრეს დიახ. И что мы будем сказать? და ჩვენ რას ვეტყვით? Бог каждый день говорил с нами, если мы будем слышать. თუ ჩვენ მას მოусმენთ, ღმერთი ყოველდღე დაგვილაპარაკება ჩვენ. И Он хочет, мы будем с Него. და ჩვენ Он хочет, мы будем с Него. მას უნდა რომ ჩვენ მასთან ერთად ვიყოთ. И Он дал нас Его Дух Святой. და სულიწმით ვიყოთ Если მავალი. мы смотрим Деяния თუ 1:8, საქმე მოციქულთას ვნახავთ, პირველ თავის მერვე მუხლს, Иисус сказал, Иисус. подождите, თქვა მოიცადეთ, Дух Святой будет, придет. სულიწმინდა გადმოვა თქვენზე, И ის Он будет тебе წაგიწყვებათ силость. და ის მოგცემთ ძალას. И отсюда ты будешь до всего Иерусалима. და თქვენ იქნები ჩემი მოწმები იერუსალიმში, Самария. სამარიაში, Иудея. იუდეაში И до конца. და ქვეყნის კიდეებამდე. Это не был 1, 2, 3, это было все. Здесь, там и до ეს конца. არ იყო 1 2 3, ეს იყო დასაწყისი და შემდეგ გავრცელებული მთელ სამყაროზე. И он говорил все ученики. და მოწაფეები ამბობდნენ, Но это приглашение еще здесь для нас. და ეს ღმერთის მოწოდება ჩვენსკენაც არის მომართული. 50 люди здесь, да? და ჩვენ აქ ვართ 50-იანელები, Мы верующие сначала, да? ჩვენ ვართ მორწმუნეები, ასე ვთქვათ, Люди თავიდან. любят второй глагол, chapter. Глава. Второй глава Деяния, да? ბევრს ესე იგი უყვარს, ესე იგი საქმე მოციქულთა მეორე თავი. Они сидели как это вместе, да? ისინი იყვნენ ერთად შეკრებილები И Дух Святой упал. და სულიწმინდა გადმოვიდა И был маленький და огонь. ქონდათ каждый ესე человек, იგი да? თითქოს და ცეცხლი ყოველას ესე იგი თავზე ცალ-ცალკე И ученики начинали говорить на каждый язык люди там. და მოწაფეებმა დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი Что он сказал через они? და რა უთხრა? Ты не сказал. Точно. Что он не сказал? რას თქვა? Но каждый человек слышал
Это личный язык. ყოველი ადამიანი ისმენდა თავის ენაზე მათ ლაპარაკს. И Петр стоит, და პეტრე ადგა и он говорил. და ის ამბობს. Он говорил Евангелие. მან დაიწყო ხარება, სახარება. И через это они покаялись. და ამის შემდეგ მათ მოინანიეს. Люди из всего мира был там. იყვნენ ესე იგი მთელი დედამიწიდან შეკრებილი სხვადასხვა ადამიანები. Этот день 3000 людей покаялись и были в церковь. იმ დღეს 3000 ადამიანმა მოინანია და ეკლესია დაიბადა, Так я ასე ვთქვათ. спрошу, почему Бог дал нас Дух Святой? და ასეთი კითხვა, რატომ მოგცა ღმერთმა ჩვენ სულიწმინდა? ვიყოთ მისი მოწმეები, Свидетельство для რომ Иисуса. ჩვენ დავამოწმოთ იესოს შესახებ. Не для нас слава, არა ჩვენ სადიდებლად, не так мы можем быть великие люди. ჩვენ არ ვართ დიადი ადამიანები. Он сказал, подождите здесь, а я буду дать тебе Дух Святой, и ты будешь мой свидетельство. და მან თქვა, რომ დაიცადეთ ამ ადგილას და გადმოღვრით თქვენზე სულიწმინდას და თქვენ იქნებით ჩემი მოწმეები. У нас приглашение Бога. ჩვენ ღმერთი მოგვიწოდებს Иисус сказал, я буду с тобой. და იესო გვეუბნება გვპირდება რომ თქვენთან ერთად იქნები და მან მოგცა ჩვენ სულიწმინდა Потому что его цель? და ეს არის მისი მიზანი Вечности. Что его цель? მარადისობაში. Что он хочет? რა სურს მას? Да, да. Но больше, чем это. მაგრამ ამაზე კიდე უფრო მეტი. Почему Иисус умер на крест? რატომ მოკვდა იესო ჯვარზე? Так, он может исцелить наш грех, да? ჩვენი ცოდვები რომ გამოესყიდა, Но почему? მაგრამ ратом? Потому что Бог хочет быть с нами. იმიტომ რომ ღმერთს უნდა ჩვენთან ერთად Его ყოფნა. цель начинал на сад, когда он сотворил და Адам и მისი Ева. მიზანი დაიწყო მაშინ, როდესაც მან შექმნა ადამი და ევა და დაასახლა ედემის ბაღში. Он хотел, каждый человек будет знать Бог как Отец. მისი სურვილი იყო, რომ ყველა ადამიანს გაეცნო ღმერთი როგორც თავისი мама. И без Иисуса, и без креста это не будет возможно. და იესოსა და იესოს ჯვრის გარეშე ეს შეუძლებელია. Но это не только для нас, это для каждой страны. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენთვის, ეს არის ყველასთვის. 7 или больше миллиард людей. მილიარდობით ადამიანია У нас большая работа сейчас. და ჩვენ გვაქვს დიდი საშრომი И у нас нет достаточно миссионеров. და საკმარისი მისიონერები არ ყვავს. Да, у нас работа здесь, Грузия. კი, რა თქმა უნდა, საქართველოში ბევრი Много людей საშრომია, здесь не знают Бог. მაგრამ აქაც არ იცნობენ ადამიანები ღმერთს, У них нет настоящие отношения с Богом. მაგრამ და ბევრს არ აქვს ნამდვილი ურთიერთობა ღმერთთან, Но в Турции, მაგრამ თურქეთში, например, მაგალითად, 75 миллионов людей там. 75 მილიონი ადამიანია Меньше, чем 1% людей და знает Бог. მათგან 1%-ზე наკლები იცნობს ღმერთს. Люди сказал 15 до 20 тысяч, может быть, настоящие верующие там. და შესაძლოა Меньше? Давид знает лучше, чем я. 15,000 დაახლოებით ადამიანი იცნობს ღმერთს სინამდვილეში. Они настоящие миссионеры. ისინი ნამდვილი მისიონერები არიან. Аминь. Я был там, я видел, они მე იქ ვიყავი და მე ეს ვნახე. служил наши курдские люди, восточные Турции. ისინი აღმოსავლეთ, ესე იგი თურქეთში მსახურობენ. Потому что это темное место. იმიტომ რომ ეს ბნელი ტყეა Кто будет свет там? და ვინ იქნება სინათლე? Мы. Это Ჩვენ. наша работа. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სამუშაო. Часто грузины думали, грузины,
всё, მიმეშინო და ლუდის დიეს. და ხშირად ესე იგი ქართველები ამბობენ და ამაში ყველა ადამიანი მოიაზრება ვინც არის აქ ცხოვრობს. Мы грузин, ჩვენ ქართველები ვართ. Миссионерский, они приехал сюда, да? აი მისიონერი აქ ჩამოვიდა, Но они не думали, это наша работа тоже. მაგრამ ისინი არ ფიქრობენ რომ ეს ჩვენი სამუშაოც არის. Если люди Америка, Европа, არის ხალხი ამერიკაში, ევროპაში, Каппадокия, კაბადოკიაში может быть, они сказали, нет, это только для нас. Мы не და будем შეიძლება მათ თქვეს რომ ეს მარტო ჩვენთვის არის, ჩვენთვის არ არის, მარტო მათთვის. Может быть, мы еще не будем знать Бог. იმიტომ შესაძლოა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ ღმერთს. Африка сейчас, ეხლა აფრიკა я думаю, у них больше христианин там, чем Европа. მე ფიქრობ რომ ეხლა აფრიკაში უფრო მეტი ქრისტიანია ვიდრე ევროპაში. Много эффективно миссионеры там. და იქ ბევრი ეფექტური ესე იგი მისიონერია. Откровение 7:9. გამოცხადები 7:9. Это Бог желания. ეს არის ღმერთის სურვილი, მისი მიზანი. Что это сказал? და რა არის აქ ნათქვამი? Каждая страна, ყოველი ქვეყანა, каждый язык, ყოველი ენა, каждый народ, ყოველი ეროვნება, каждая культура ყოველი კულტურა будет вокруг трона Бога. იქნება მისი ტახტის გარშემო. У него есть желание для каждого человека, каждой страны. მას აქვს სურვილი ყველა ერისა და ეროვნების ყველა ხალხის მიმართ. И Бог хочет использовать нас. და ღმერთს უნდა რომ ჩვენ გამოგვიყენოს. So мой вызов для вас. და ჩემი გამოწვევა თქვენს მიმართ, Вы будете спросить Бога. თქვენ გკითხეთ ღმერთს, Бог, что ты хочешь, я буду делать? ღმერთო, რა გინდა რომ გავაკეთო? Не пастор. არა ხუცეს, Он уже знает его. ის უკვე იცნობს მას Его дела, он და знает. მის საქმეს Точно. Но мы знаем. და ჩვენ თუ ვიცით Это не важно, если мы маленькие или старые. Бог და хочет არა აქვს использовать нас. მნიშვნელობას პატარები ვართ თუ უკვე ხანში შესულები. Мы молимся, хорошо? და ეხლა ჩვენ ვილოცებთ. Иисус, იესო, мы любим Тебя. ჩვენ შენ გვიყვარხარ. Спасибо для спасения Ты дал нас. მადლობა უფალო რომ მოგვეცი გადარჩენა. Спасибо для этих людей, Ты присылал ко мне, для каждого человека здесь, так мы можем знать Тебя. მადლობა ღმერთო ყოველი ადამიანისაც რომელიც ჩვენ წარმოგზავნე და რომელიც ჩვენ გიცნობს. Но мы молимся для каждой страны. მაგრამ ჩვენ ვლოცულობთ ყოველი ქვეყნისთვის. И особенно каждый человек не знает Тебя. და არის სადაც ადამიანები არ გიცნობენ შეღმერთო. Мы хотим быть с Тобой, Иисус. ჩვენ გვინდა შენთან ვიყოთ იესო. Веди нас. წარგმართე. Мы скажем Тебе, да, Господь, мы будем следовать. და ჩვენ გეტყვით უფალო რომ დიახ ჩვენ შენ გამოგყვებით. Мы молимся против каждого дьявола, каждый демон. ჩვენ ვლოცულობთ ეშმაკისა და მისი დემონების წინააღმდეგ. Они не хотят, мы будем служить Тебя. მათ არ უნდათ რომ ჩვენ შენ გემსახუროთ. Они не хотят, больше люди будут знать Тебя. მათ არ უნდათ რომ ხალხი შენ გიცნობდეს. Но мы ломаем эту работу. მაგრამ ჩვენ მათ საქმეს ვამსხვრევთ. Дьявол. ეშმაკის საქმეებსაც ვამსხვრევთ იესოს სახელით. Мы хотим ваш план для нашей жизни. ჩვენ გვინდა შენი გეგმა ჩვენი ცხოვრებისთვის. Спасибо, Господь. მადლობა უფალო. Ты сказал, Ты будешь с нами. და შენს თქვი რომ ჩვენთან იქნები. И через Тебя, как Павел сказал, все возможно. და როგორც შენით თქვა პავლემ რომ ყველაფერი შესაძლებელია. Мы любим Тебя, наш Господь. ჩვენ შენ გვიყვარხარ უფალო. Аминь. ამინ.